რეალურად თუ გაქვს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების განცდა და თუ იცი რომ თუ ვიღაცა რაღაცას დაგიშავებს შენი საქმიანობის გამო ამას ვიღაცა აღუდგება წინ და თუნდაც დაგიცავს ხო მაგალითად პოლიცია ბოლო 4 თვეში მე მაგის განცდა არ მქონია და არ ქონდათ ასევე ჩემს კოლეგებს და ძირითადად ველზე მუშაობის დროს ისევ და ისევ ჩემი კოლეგების და თანამშრომლების იმედი მაქვს ამ დასკვნის გამოსატანად საკმარისი სულ რამდენიმე დღე აღმოჩნდა. თუმცა განსაკუთრებულად მძიმე მისთვის და მისი კოლეგებისთვის. ახლა მინდია გაბაძე ერთ-ერთია იმ რეპორტიორებს შორის, ვისთვისაც თავდაცვის რეჟიმში მუშაობა ყოველდღიურობად იქცა. 4 თვე გავიდა, რაც ნიღბიანების ორგანიზებული ჯგუფი დღისით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე თავს მიზანმიმართულად დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციის თვალწინ. ასეთივე ურეაქციო და გულგრილია ყველა საგამოძიებო უწყება დღემდე. თუმცა გამოცემა პუბლიკას დაზარალებული ფოტორეპორტიორისთვის, რომელიც გადაღების ადგილიდან პირდაპირ კლინიკაში ტვინის შერყევით აღმოჩნდა, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. მთავარი დამნაშავის ვინაობის ჩათვლით, რომლის სამიზნედ ბოლო რამდენიმე თვეში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი უკლებლივ ყველა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი იქცა. აღარ ჩანს ის ბოლო სადამდეც დაეცემა თვითონ დაეცემიან ქართველი პოლიტიკოსები გულისხმობ იმას, რომ ყველანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არის გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ. ჩემი შემთხვევა კიდევ რა არის, ანუ ტვინის შერყევა მქონდა და ამას მართლა არაფერად არ ვთვლი იმის ფონზე, რაც გაუკეთეს ჩვენ კოლეგებს და თუნდაც ჩემს თანამშრომელს, ხო, ალექსანდრე ქეშელაშვილს, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ვერ დგებოდა ფეხზე, დასჭირდა ქირურგიული ჩარევები, ასევე გურამ როგავაც ვიცით რა დღეს ჩააგდეს. ხერხემლის მალის მოტეხილობით და ძალიან გადაურჩა ის სიკვდილს. ასევე მაკაჩი ხლაძე, გიორგი შეწირული ადამიანები, რომლებიც დღეს აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს დემოკრატიის მშენებლობისთვის. მხოლოდ ბოლო 4 თვეში რეპრესიების მსხვერპლი 147 ჟურნალისტი გახდა. გადაღების აკრძალვა, ტექნიკის დაზიანება, ფიზიკური ძალადობა, უფლებამოსილების შეჩერება, ფინანსური ჯარიმები, პატიმრობა. ასეთია ჟურნალისტების, ოპერატორების, ფოტორეპორტიორების სამუშაო პირობები დღეს. ბოლო თვეების უპრეცედენტო პროცესები მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა შეაჯამა. დაზარალებულთა სიავრცელია და თითქმის ყველა ხელისუფლების კრიტიკოსია. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ერთი ადამიანის დამნაშავეც არ არის იდენტიფიცირებული ოფიციალურად და პასუხისგებაში მიცემული, მაშინ როდესაც როგორც თქვენმა მედიებმა, სხვა დამოუკიდებელ მედიებმა თვალსაჩინოდ აჩვენეს და ამხილეს დამნაშავეები. მედიის როლი არის საზოგადოების ინფორმირება და განსაკუთრებით ამ რთულ ვითარებაში, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიდის პროტესტი, მედიის ხმა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მედიის ხმა არის თქვენი ხმა და ყველაფერი საზოგადოების წევრის ხმა, რომელიც აქტიურად იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას და მომავალს და ქართულ ოცნებას არ უნდა ზუსტად რომ მედიამ ისაუბროს იმ თემებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ბოლო 4 თვეში, ანუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საგამოძიებო უწყებების თაროებზე ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ჩადენილი დანაშაულის ათობით საქმე შემოიდო. მათი ძირითადი ნაწილი ძალადობრივ დანაშაულს უკავშირდება და უპრეცედენტო შინაარსის არის, რადგან თითქმის ყველაში თავდამსხმელებად სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ფიგურირებენ, დასჯილი არავინაა. ჟურნალისტიკა ერთ-ერთ ყველაზე საშიში პროფესიად იქცა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. ჩვენ პირდაპირ სამიზნეები ვართ, განსაკუთრებით ისინი, ვინც არ ვემორჩილებით რუსულ რეჟიმს, ვაკრიტიკებთ ამ რეჟიმს. ხვდებით პირდაპირ სამიზნეები და ჩვენზე თავდასხმა ხორციელდება საჯარო სივრცეში, პირდაპირ ეთერში და ეს ყველაფერი, რაც ყველაზე სამწუხაროა, დაუსჯელია. პირიქით, უფრო წახალისებულია ამ შემთხვევაში ეს ძალადობა იმითაც, რომ კოკა კაციტაძის უწყება, ჩემ შემთხვევაში ერთი მაგალითი რო ავიღოთ, საერთოდ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პასუხი გასცეს კითხვებს. ჟურნალისტებზე მოძალადეები ხელშეუხებლები რჩებიან. სამაგიეროდ ქართული ჟურნალისტიკის დღეს ციხის გისოსებს მიღმა ხვდება გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი. მედიის წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე თვეში გამოყენებულ უპრეცედენტო მეთოდებს შორის ეს კიდევ ერთია. მზია ამაღლობელს ხელისუფლებაში მყოფი პარტია სამაგალითოდ სჯის. ჩვენი ხელისუფლება აპირებს ჩვენს დასჯას მხოლოდ იმიტომ, რომ ვართ ჟურნალისტები.
გვიპირებს დაპატიმრებას, გვიპირებს დაჯერიმებას, გვიპირებს დევნას და ასე შემდეგ. ან ძალიან ბევრი ინსტრუმენტი შეიმუშავეს იმისათვის, რომ ჩვენი ხმა ერთხელ და სამუდამოდ აღარ ესმოდეთ. ჩვენი სიტყვის, ჩვენი კალმის, ჩვენი კამერის, ჩვენი მიკროფონის ეშინიათ, უნდათ რომ აი ეს გაქრეს სივრციდან. ფიზიკური განეიტრალების გარდა, არასასურველი მედიის წინააღმდეგ ამოქმედებულია ფინანსური წნეხის ახალი მექანიზმებიც. ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს, რომლებიც 4 თვეა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან აშუქებენ, პოლიცია სამართალდამრღვევებად აცხადებს და სოლიდურ ფინანსურ ჯარიმებს უწევს. ამ დრომდე 17 ოქმია დაწერილი, ყველა მათგანი გზის უკანონოდ გადაკეტვის ბრალდებით და ყველა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ეკუთვნის, არც ერთი სამთავრობო მედიას. გამეთანხმები რომ როდესაც იდენტიფიცირებაზე არის საუბარი და ადამიანის სახის ამოცნობაზე არის საუბარი, იქვე ძალიან მარტივი არის იმის გარკვევა, ვინმე არის თუ არა ჟურნალისტი, თუ აქვს სპეციალური ჟილეტები ან სპეციალური აღნიშნული მოწმობები, მაგრამ მე ვიზეც მსმენია ჟურნალისტების უმრავლესობას ქონდა სპეციალური აღჭურვილობა, რომლითაც მათი იდენტიფიცირება მარტივად იყო შესაძლებელი. სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორები იყო ამ პერიოდის განმავლობაში, რა ვიცი, იყო ფიზიკურად ხელის შეშლა, სიტყვიერად ხელის შეშლა. უცნაურიც იქნება, რომ დაცულად გრძნობდე ველზე მუშაობისას თავს, იმიტომ რომ ყველანაირი პირობას ქმნიან იმისთვის, რომ ხელი შეგიშალონ მუშაობაში და შესაბამისად ის დაცვის შეგრძნება, რაც შეიძლება გქონდეს, ოდესაც სამართალდამცავ ადამიანს ხედავ ფორმიას, თანდათანობით ქრება. ძალოვან უწყებებთან ერთად კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს არაღიარებული საკანონმდებლო ხელისუფლება. ბოლო ცვლილებებით აქამდე თვითრეგულირებადი სარედაქციო პოლიტიკა და პროფესიული სტანდარტები ახლა კანონია. ანუ დარღვევა დასჯადი. ქართულ მედიას აიკრძალა საერთაშორისო პარტნიორებისგან ფულის მიღებაც. ისედაც ფინანსურ პრობლემებში მყოფი კრიტიკული მედიის ნაწილისთვის შესაძლოა ეს განაჩენად იქცეს. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და რეიტინგულმა ოპოზიციურმა ტელეარხმა მაუწყებლობა შეწყვიტა.